საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაცია შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს საპარტნიორო ფონდის ამოცანები, მიზნები და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აუდიენციის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ EBRD მიმდინარე წლის მანძილზე ფონდს $200 მილიონ გამოუყოფს. აღნიშნული თანხა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი სექტორის განვითარებას მოხმარდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის საპარტნიორო ფონდი მართლაც მნიშვნელოვანი პარტნიორია. ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის ძალზედ საინტერესო პროექტებზე მუშაობს. მათ დასახული აქვთ ახალი მიზნები და სტრატეგიები, რაც უდაოდ შთამბეჭდავია. EBRD წელს $200 მილიონი ინვესტიცირებას გეგმავს. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანხით საპარტნიორო ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდება. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდის საფინანსო პორტფელში არის, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ევრობანკისათვის. ეს არის პროექტები ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ამ შემდეგ. ასევე მათთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მომავალი გეგმები სუვერენულ ფონდად საპარტნიორო ფონდის გარდაქმნასთან დაკავშირებით. მათაც აქვთ გარკვეული მოსაზრებები ამ თვალსაზრისით.